ახალციხის ნომერ მეორე და მესამე ბაგაბაღებში სასმელ წყალზე აღებულ ნიმუშებში საერთო კოლიფორმული ბაქტერია აღმოჩნდა. კვლევას სურსათის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს უფლებამოსილმა პირებმა ჩაატარეს და სინჯები შპზ ეტალონის ლაბორატორიაში გადააგზავნეს. ანალიზის პასუხებმა კი დაადასტურა, რომ წყალი სასმელად უარკისია. ნიმუში, რომელიც იყო გაგზავნილი თბილისში შპზ ეტალონის ტესტირების ლაბორატორიაში, აღმოჩნდა დარღვევა. ანუ აღმოჩნდა, რომ აღნიშნულ წყლის ნიმუშებში არის საერთო კოლიფორმული ბაქტერიები, რასაც დაუშვებელია. ახალციხის ნომერ მეორე ბაგაბაღის მენეჯერის თქმით, მას შემდეგ რაც სინჯებში ადამიანის ჯანმრთელობისათვის საშიში ბაქტერია აღმოჩნდა, დაწესებულებაში წყლის გამოყენება მხოლოდ გადადუღების შემდეგ ხდება. თუმცა ნათელა გელაძის მტკიცებით, ამ ეტაპზე დაწესებულებაში წყლის გამო ბავშვების მოწამვლა არ დაფიქსირებულა. დღეიდან უკვე გადადუღებული წყალი მივეცი ბავშვებს და ეხლა დავაბარე და ორშაბათს უკვე ყველა მოიტანს თვითონ წყალს, სანამ რაღაცა ღონისძიებას მიმართოთ. ნომერ მეორე და მესამე ბაგაბაღებში წყალი რომ სასმელად უვარგისია, ამაზე აღსაზრდელთა მშობლებიც საუბრობენ. მათი ნაწილი ამბობს, რომ სასმელ წყალს ამ დრომდე საკუთარი ხარჯებით ყიდულობდნენ და ბავშვებს დაწესებულებაში ატანდნენ. მშობლები მიიჩნევენ, რომ პრობლემა არა მარტო ბაღებში, არამედ მთლიანად ქალაქშია. აღნიშნულს ადასტურებენ მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებიც. ყავს 3 ბავშვი და ყოველ დილით, როცა არის ბაღი, მოგვაქვს წყალი. რადგან არის დაბინძურებული და მთლიანად ახალციხეში ეს პრობლემა არის წყლის. ყოველ დღე სახლიდან მოგვაქვს წყალი, ნაყიდი მაქვს სახლში და მომაქვს ბოთლით საგერაი. ჩვენ ცხოვრობთ თამარაშვილის ქუჩაზე. მოდის ძალიან ცუდი წყალი. და რა ვიცი, ყიდულობ ჩვენ ხანიქიდან მოგაქვს ხანიქიდან. ბევრჯერ მოყვება კიდეც რაღაცა წყალს რო იმაშვებით, ტოტი რა, ძალიან ღვრია წყალია, მით უმეტეს ეს რაც ამინდები შეიცვალა და წვიმებია, მოდის ძალიან ცუდი წყალი. ვინდა რო გამოსწორდეს, შვილო, როგორ აბარა უნდა მოვითხოვო სხვა. კარგი პირობები და კარგი ცხოვრება, მეტი რა. სააგენტოს რეგიონულმა სამმართველომ ლაბორატორიული დასკვნა ახალციხის მერიასა და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის რეგიონულ ფილიალს უკვე გადაუგზავნა და მათ ზომების მიღება მოსთხოვა. როგორც კომპანიის ფილიალში აცხადებენ, წყლის ხარისხის შემოწმება ყოველდღიურად 24 საათიან რეჟიმში ხდება. ლაბორატორიის მთავარი სპეციალისტი ირწმუნება, რომ თავის დაზღვევის მიზნით სათავე ნაგებობაზე ცენტრალურ მაგისტრალსა და გამანაწილებელი ქსელის სახასიათო წერტილებში სინჯების აღება ხელახლა მოხდა, თუმცა რაიმე სახის დარღვევა არ აღმოჩენილა. საბავშვო ბაღების გაერთიანების და აგრეთვე სურსათის ეროვნული სააგენტოს მხრიდან არის ძალიან მჭიდრო ურთიერთქმედება და დარწმუნებული მზადებოდით, რომ ეს დარღვევა აუცილებლად დროულად იქნება გამოსწორებული. ჩვენ შაბათ-კვირასაც ვაგრძელებთ სამივე ორგანიზაცია მუშაობას და ყველაფერი წესრიგში იქნება. ადრე იყო რაღაცა პრობლემა ნომერ მესამე ბაღში, გამოიცვალა ქსელი, როგორც ინფორმირებულები ვიყავით, წყლის ლაბორატორიული ანალიზის გამოკვლევა მოხდა და ყველაფერი დამაკმაყოფილებელი იყო. ერთი თვის შემდეგ ხდება ის, რომ აღმოჩნდა ისევ რაღაცა ბაქტერია წყალში. ეგ ღონისძიება ჩასატარებელია და გამოსაკვლევია, საიდან ხდება, შიდა ქსელურია თუ ცენტრალურიდან მოდის. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ახალციხის 2 ბაღის გარდა რეგიონის მასშტაბით კიდევ 5 საგანმანათლებლო დაწესებულება შეამოწმა. საერთო კოლიფორმული ბაქტერიები ასპინძის საჯარო სკოლასა და ნომერ 1 ბაგაბაღში, ასევე სოფელ უდის ნომერ 1 ბაგაბაღში, არლის ბაღში და დაბა ადიგენის ნომერ 1 ბაღშიც აღმოჩნდა. სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს უფროსის თქმით, მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელობას პრობლემის დროულად აღმოფხვის მიზნით სარეკომენდაციო წერილით მიმართა. ლია ბექაურის განმარტებით სასმელ წყალზე განხორციელებული მონიტორინგი გეგმიურია, რომელიც მთელი წლის განმავლობაში პერიოდულად ხორციელდება.